რა რეფორმები სჭირდება ქართულ თავდაცვას. ქართულ თავდაცვას ძალიან სწორად არის ჩემი აზრით კითხვა ფორმულირებული. ქართული თავდაცვა არ არის მარტო თავდაცვის ძალები. პირველ რიგში თუ რეფორმებზე არის საუბარი, ეს არის დეპოლიტიზება თავდაცვის ძალების. სუფთა პრაგმატული სახელმწიფო გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ და ჩვენი ბოლო წლების გამოცდილებიდან ჯარი უნდა იყოს აპოლიტიკური, რომლის მთავარი დანიშნულებაც უნდა იყოს საგარეო მტრისგან თავდაცვა ქვეყნის. ჩვენ ჯერ კიდე წინამთავრობიდან მოყოლებული ხედავდით, რომ თავდაცვის მინისტრებად ინიშნებოდნენ ადამიანები და გრძელდება ეს ტენდენცია დღესაც, რომელთაც არანაირი კომპეტენცია თავდაცვის ძალების მოწყობაში არ აქვთ, არც რაღაცა კარგი და წარმატებული მენეჯერები ისინი არ ყოფილან და ყველა თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოდის და მე მგონი მეშვიდე თავდაცვის მინისტრიც უკვე თავდაცვის ძალები ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში იწყებს რაღაცა ახალი გაუაზრებელი რეფორმების გატარებას, რომელიც საბოლოო ჯამში არ ეფუძნება არანაირ სტრატეგიას. რეფორმებზე როცა ვსაუბრობთ, პირველი არის დეპოლიტიზირება, კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, მეორე ეს არის ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და სერიოზული მუშაობის დაწყება იმაზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თუ სხვადასხვა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყანა როგორ ეწყობა თავდაცვის რეჟიმზე, იმიტომ რომ ჩვენ შეტევითი ბრძოლის ალბათ არც არასდროს მომზადებულ ვართ ისტორიულად და არც მომავალში არ მომზადებით. და ეს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია მოიცავს სამხედრო გაწვევის, ვთქვათ, რეფორმას, მოიცავს თავდაცვის შეიარაღებული ძალების რაღაც პირადი შემადგენლობის გაწვრთნის და სტრუქტურის შეცვლას, მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური იარაღების შეძენას ქვეყანაში სამხედრო წარმოების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ძლიერი თავდაცვის ძალები ყავდეს და რაც თავარი არის სარეზერვო ძალების შექმნას, რომელიც თანამედროვე ომის სცენარში, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანი არის.